კახეთი რთველისთვის ემზადება. თელავში საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა, წინასწარი გათვლებით მოსავალი 200,000 ტონას აღწევს. ღვინის ეროვნულ სააგენტოში იმედი აქვთ, რომ 150 ტონას საწარმოები გადაამუშავებენ. რთველის სუბსიდირების პროგრამაზე მთავრობა წელს 25 მილიონ ლარს გამოყოფს. ნათია წითელაურის რეპორტაჟი. აი ეგეთი ყურძენი მაგათად 2 ლარზე ნაკლები რა გაუნა იყო ეგეთ. მთავრობა საბარებ ნაგვიფას გადავა მიხვალ სასადილოში 1 ლიტრა გონო გიძება 50 ლარი. აბა როგორ უნდა იცხოვრო გლეხმა. კახელი გლეხი ომარ ლაჩიშვილის შემოდგომაზე 8 ტონა ყურძნის დაკრეფვას გეგმავს. მოსავლის მოყვანის სირთულეზე საუბრობს და იმედი აქვს, რომ ყურძნის ღირებულება წელს მაინც მისი შრომის შესაბამისი იქნება. ჯერავს ხმავთ მერე ვაკავებთ წამლით. რავი 10-ჯერ 15-ჯერ უნდა მოწამლა. ასეთი კი არ გვაქვს ყოფილება, ხო არ გადავყრით არა. 20 კაპიკით რომ მოგცენ ხო არ გადავყრით, უნდა ჩავაბარეთ, მერას ვიზო. ვიდრე გლეხი რთველს დაიწყებს პროდუქტის პოტენციური მიმღები ყურძენში შაქრის შემცველობას ადგენს. კახეთში მოსავალს წელს 100-მდე ღვინის ქარხანა ჩაიბარებს. წელს ვაპირებთ, რომ გადავამუშავოთ დაახლოებით 1000-დან 1200 ტონამდე ყურძენი. აქედან დაახლოებით 500 ტონა იქნება ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაბარებული. ნაწილი მოდის საკუთარი ვენახებიდან მოგროვილი ყურძენი. კარგ ყურძენზე, ქათითელის მწვანე შემთხვევაში ჩვენთან იქნება 80 თეთრი, ხოლო საფერავის შიშის ყურძენზე იქნება ლარი. რთველის სუბსიდირების პროგრამისთვის მთავრობა წელს 25 მილიონ ლარს გამოყოფს. თელავში დღეს საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. პირველი ძირითადი ფუნქცია ეს არის, ზუსტად ავღრიცხოთ თითოეული კილოგრამი გადამუშავებული ყურძენი, განსაკუთრებით სუბსიდირებული ყურძენი და მეორე მიმართულება უკვე კოორდინაცია გაუწიოთ სახელმწიფოს მხრიდან ჭარბი ყურძნის შესყიდვას. ანუ იმ ყურძენს, რომელსაც მე ვენახე, ვერ შეძლებს ვერ დაყიდის, იმისთვის რომ ყურძენი არ გაფუჭდეს, ამ ყურძენს ჩაიბარებს სახელმწიფო წელსაც. ამ დროისთვის ნაადრევი ჯიშების 400 ტონამდე ყურძენია დაკრეფილი, სულ 200,000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. რთველი 2016 10 სექტემბრიდან დაიწყება.